საქართველოს უმასპინძლებს მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრებას და მსოფლიო თასს, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიმდინარე წლის 6 და 7 დეკემბერს ჩატარდება. მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრი გაერთიანებს 84 ქვეყნის 1500 მოსწავლეს და 4000-ზე მეტ სტუმარს. მათ შორის პედაგოგებს და განათლების მიმართულებით ოფიციალურ პირებს მთელი მსოფლიოდან. კონკურსს ორგანიზებას უწევს ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა და ის კავკასიის რეგიონში ამ მასშტაბის პირველი მსგავსი ღონისძიება იქნება. საქართველოს მასპინძლობს საერთაშორისო კონკურსს და მსოფლიო თასს. ეს არის ნამდვილად სიამაყის მომენტი, არა მხოლოდ იუსიმასისთვის, არამედ საქართველოსთვის. და ეს არის შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რომ საქართველოს აჩვენოს მისი სტუმართ მასპინძლობა, კულტურა და ძალისხმევა განათლების მიმართ. ჯამში 1500 მოსწავლემდე სტუმარი გვეყოლება 80 სხვადასხვა ქვეყნიდან და საერთო ჯამში ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით 4000 შეადგენს. ეს არის შესაძლებლობა ბავშვებისთვის, სკოლებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, რათა ვაჩვენოთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა განათლების მიმართულებით და ასევე წარმოვაჩინოთ ჩვენი კულტურა. მენტალური არითმეტიკის მსოფლიო თასი, რომელიც მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს უკვე გაიმართება თბილისში, არის მნიშვნელოვანი ღონისძიება ერთის მხრივ, იმიტომ რომ ეს ეს ღონისძიება ზოგადად ქვეყანაში განავითარებს პირველ რიგში თავად აი ამ დარგს მენტალური არითმეტიკის მიმართულებას, რომელიც არის ძალიან პროდუქტიული ახალგაზრდების განვითარებისთვის, ამავდროულად ჩვენ გვეყოლება სტუმრები მთელი მსოფლიოდან, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის დედაქალაქის ცნობადობას მსოფლიოს გარშემო. აქედან გამომდინარე თბილისის მერია მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტს. ჩვენ როგორც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, SEU ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფმზარდი კერძო უნივერსიტეტი, სრულად ვაცნობიერებთ მნიშვნელობას მსგავსი ტიპი ღონისძიებებისა, რომლებიც ახალგაზრდებისათვის, ბავშვებისათვის, სასკოლო ასაკში, ზოგადი განათლების პროცესში ისეთი უნარების, ისეთი ჩვევების, ცოდნის ჩამოყალიბებას და რაც მდავარია დამოკიდებულების ფორმირებას უწყობს ხელს, რომელიც მომავალში ღირსეული მოქალაქეების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.